პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ საკანონმდებლო ცვლილებები და მინდა გესაუბროთ ამ ცვლილებებზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გასული 5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის რამდენიმე მცდელობა. რევოლუციურ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია, ისე უცხოეთიდან დაფინანსებული ეგრეთ წოდებული NGO-ები. შეგვაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით ცვლილება შედის გრანტების შესახებ საქართველოს კანონში. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებული ცვლილებების მიხედვით გრანტების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებული პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში ადამიანი გამოკეტო ერთ ქვეყანაში არის წარმოუდგენელი, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი და ერთადერთი მიზანი უნდა გააჩუმონ ნებისმიერ ფასად ნებისმიერი ადამიანი ან მოუსპონ შემოსავალი, მათ შორის ბიზნეს და კერძო ბიზნესში მყოფ პირებს. ამ ინიციატივის მიხედვით მაგალითად მთავრობის გარეშე გრანტის მიღება მძიმე კატეგორიის დანაშაულში და ისეთი დანაშაულებიც კი, როგორიც არის მაგალითად მუქარა ან იძულება, ძალადობა, მაგალითად შეიძლება გამოიხატოს ფიზიკურ ძალადობაში, ისიც კი არ ითვალისწინებს ამ ვადით ასეთი სიმძიმის სასჯელს. ადამიანებს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობენ, სტუდენტებს, ფსიქოლოგებს, მეცნიერებს, არტისტებს, სოციალურ მუშაკებს, უფლებადამცველებს, იურისტებს, რომლებიც სხვადასხვა განვითარების პროექტში ინდივიდუალურად არიან ჩართულები, თუნდაც სერვის კონტრაქტების, შრომითი კონტრაქტების საფუძველზე. ამიტომაც ერთის მხარეს რაღაცა ტიპის საბჭოთა ტიპის კონფლიქტია რაღაც უცხოსთან და უცხოეთთან, ხო? მაგრამ ამავდროულად ეს არის მიკროსკოპული კონტროლის მცდელობა საზოგადოების გაცილებით ფართე მასებზე და საბოლოო მიზანი ბუნებრივია, რომ მათი პოლიტიკური საქმიანობის სრული გაჩერება. ემიგრაციიდან გამოგზავნილი უცხოური ვალუტა ჩვეულებრივად არის უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება, ესენი როგორც განმარტავენ მას. ამიტომ და შეიძლება რომ ადამიანის შემოსავლები ეს იყოს, ხო? იმიტომ მიდიან თავისი ოჯახების სარჩენად მიდიან და მართლა ერთადერთი შემოსავალი მთელი ოჯახის შეიძლება იყოს აი ეს უცხოური გადმორიცხვები. და თუ სხვა რამესაც კიდევ ეს ადამიანი აკეთებს, ყველაფერში შეექმნება პრობლემა. ეს რასაკვირველია არ ეხება ადამიანებს, ვინც თქვა საზღვარგარეთ მუშაობს და გადმოურიცხავს თავის ახლობელს ან ახლობლის ოჯახს. ის რა მიზნით გამოიყენებს ამას, ის ერთი საკითხია, მაგრამ გააჩნია რასაკვირველია, ვინ გერიცხავს, რა მიზნით გერიცხავენ და კონკრეტულად აღმოჩნდება თუ არა ეს თანხა ჩართული იმ პროცესებში, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული და მოლოტოვის კოქტეილების დამზადებისკენ. პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება ხორციელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში. კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი, კერძოდ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისთვის, გავრცელდება აგრეთვე განცხადებული პარტიულ პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტზე. ისეთ საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით. მე არ მგონია რომ ეს რაღაცას ესე პრინციპულად თulis, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ეს პარტია მთლიანად ჩამოვიდა ფსონს ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაზე. რა თქმა უნდა შემოიღებენ კიდევ ასეთ ცვლილებებს, კიდევ ახალ სიგიჟეებს მოიგონებენ
და ამას ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ ჩვენი პრინციპული, მართალი, თანმიმდევრული და მამაცური გამბედავი წინააღმდეგობი. ძალიან ეშინიათ და მაქსიმალურად ზღუდავენ ადამიანის უფლებებს, არა უბრალოდ უკვე პოლიტიკოსების უფლებებს კი არა, ნებისმიერ ადამიანის წინააღმდეგ შეიძლება ეს გამოიყენონ უკვე ისეთი ფორმულირებებით აქვთ ჩამოყალიბებული ეს დრაკონული ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელიც რა თქმა უნდა გასაჩივრდება პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება, რა თქმა უნდა იბრძოლებს კანონიერი კონსტიტუციური მეთოდებით ამგვარი უკანონო ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობის წინააღმდეგ. მარტივად რომ ვთქვათ, რას ნიშნავს ის კანონი, რაზეც დღეს გუშინ ქართული ოცნება საუბრობდა. ამ ქვეყანაში არის 700,000-ზე მეტი ინდმეწარმე, მცირე მეწარმე, ეგრეთ წოდებული ინდივიდუალური მეწარმე. ქართული ოცნება ეუბნება, რომ თუ შენ ხარ ინდმეწარმე და მცირე მეწარმე, ვერანაირ პოლიტიკურ აქტივობას ვერ გააკეთებ. ყავას ვერ მიაწვდი აქციის მონაწილეს, ქუჩაში აქციაზე ვერ გამოხვალ, ვერ ილაპარაკებ, პოსტს ვერ დაწერ სოლიდარობის, რაც არაერთხელ გვინახავს უამრავი მეწარმის კაფის თუ ამ შემდეგ. ამიტომ ეს არის დევნა და პოლიტიკის გაქრობა. ეს არის პირდაპირი დანაშაულებრივი ზეწოლა რეჟიმის მხრიდან და დანაშაულებრივი ანგარიშწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე. ეს არის მორიგჯერზე ზურგის შექცევა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის, იმიტომ რომ ეს გრანტები, ეს დახმარება, რომელიც მოდიოდა სწორედ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის პარტნიორები და სტრატეგიული, ასე ვთქვათ, პარტნიორები არიან, ამიტომ ვერაფერ ახსნას გარდა ერთისა, რომ ძალიან ეშინიათ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების, ძალიან უფრთხიან საკუთარ მომავალ ბედს, რომელიც რეჟიმის დასრულების შემდგომ მათ ელის, უბრალოდ სხვა ახსნა ამ საკანონმდებლო ცვლილებებს არ აქვს. სინამდვილეში ჩვენ რეაგირებთ იმაზე, რაც გაცხადდა და გაცხადდა უპირველეს ყოვლისა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ის, რასაც ჩვენ დიდი ხანი ვამბობდით, რომ უცხოური ფული, ეგრეთ წოდებული გრანტები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. ეს დაადასტურა და ამხილა ტრამპის ადმინისტრაციამ, ამის გამო უწოდეს USAID-ის თაღლითი და გააუქმდა.